ახალზე ძალადობა დანაშაულია შეაჩერე, ნუ გაამართლებ ძალადობას. ჩვენ შეგვიძლია ერთად შევაჩეროთ ძალადობა. ძალადობა სოციალური სენია შეაჩერე. ამ ლოზუნგებით ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოეწყო. ახალციხის ცენტრალურ სკვერში შეკრებილმა მონაწილეებმა, რომლებიც ძირითადად რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ აქტივისტებს წარმოადგენდნენ, პეტიციას ხელი მოაწერეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო. ჩემი აზრი ასეთია, რომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადებთ ქალებმა ერთმანეთს, თორე ეს პრობლემა არ დამთავრდება. ეს მასიური უნდა გახდეს. ეს დიდმაც უნდა გაიგოთ და პატარამაც. ჩვენ შევერთით ძალადობა სოციალურ სენის შეჩერებას და ვაპროტესტებთ ქალთა დისკრიმინაციას. დღეს ჩვენ შევერთით აქციას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, ვაპროტესტებთ ქალთა ძალადობას და მიგვაჩნია, რომ ქალი არის სრულუფლებიანი წევრი და არ უნდა განხორციელებდნენ მასზე ძალადობას და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არა ძალადობას. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას რეგიონის ჟურნალისტები შეუერთდნენ. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია არა აქციის მონაწილეებისაკენ, არამედ ჯერ კიდევ სახლში მყოფი ქალბატონებისაკენ არის მიმართული. ჟურნალისტი გულო კოხოძე განმარტავს, რომ ძალადობისაგან დაცული არავინ არის და ყველა ქალბატონს მხარდაჭერას უცხადებს. დღევანდელი აქცია კიდევ იმ ქალების არის, რომლებიც სახლში არიან ჩაკეტილები, რომელსაც ცხენიათ, რომ მათზე ძალადობენ და ეს გაამხილონ. სწორედ მათთვის, მათი დამოუკიდებლობისთვის და მათი ამნაბიჯის გადასადგმელად არის, რომ აქციის გამართვის ორგანიზატორი ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ ქალთა საზოგადოება. მსგავსი აქციები ქვეყნის 21 ქალაქში გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქტივობები 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე მარინა მოდებაძე განმარტავს, რომ მოსახლეობის ერთობა და აქციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გმობთ ქალთა მიმართ ფემიციდს და სპეციალური მანიფესტი შევიმუშავეთ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელი მანიფესტის გავაცვნეთ საზოგადოებას და აგრეთვე შემუშავებული იქნა პეტიცია, რომელი პეტიციითაც ვთხოვთ მთავრობას უფრო მეტად გაამკაცროს ზომები ოჯახის ძალადობის წინააღმდეგ, უფრო კომპლექსური ღონისძიებები გაატაროს იმისათვის, რომ აღკვეთილი იყოს ძალადობა და დისკრიმინაცია ქალის მიმართ. ხანია ვემზადებით ამ დღისათვის, რადგანაც ძალიან შემოშფოთებელია სტატისტიკა ამ ბოლო ხანებში, რაც საქართველოში განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საქართველოში ქალის პატივისცემა იყო ერთ-ერთი მთავარი. დღეს რატომ შეიცვალა სიტუაცია, ალბათ თავისი სოციალური ფონის გააჩნია ამ ძალადობის გახშირებას. ჩვენ ვაპროტესტებთ სწორედ ამას. გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და 2014 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 24 ქალის მკვლელობა. საზოგადოებამ ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა 25 ნოემბერს გააპროტესტა. არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია არა ძალადობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით დაიწყო.